საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მდინარე ლოჭინზე არსებული 100 წლიანი ხიდის რეაბილიტაცია. აღნიშნული ხიდი მდებარეობს ვაზიან ილოს გადასარბენის მე-15 კილომეტრზე. აღნიშნულ ნაკვეთზე, ასე ვთქვათ, ჩვენი სატვირთო გადაზიდვების ინტენსივობა საკმაოდ მატულობს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია. ბიუჯეტი შეადგენდა $2 მილიონ-ზე ოდნავ მეტს. მიმდინარე წელს აღნიშნული ხიდის გარდა საქართველოს რკინიგზა გეგმავს 4 ხიდის და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობის რეაბილიტაციას. ტექნიკური თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს მართლა უნიკალურ ნაგებობას, როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, მის სიმაღლე 20 მეტრზე მეტია, ასეთი ხიდი საქართველოში სულ რამდენიმეა. სიგრძე შეადგენს 100 მეტრზე მეტს და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საკმაოდ, ასე ვთქვათ, ტექნიკურად რთულად შესასრულებელი სამუშაო შესრულდა საკმაოდ მოკლე ვადაში და საკმაოდ მაღალი ხარისხით. ახალი ხიდის მშენებლობა არის, რომელიც ერთ წელიწად სამი წელი დავიწყეთ შესაძლებლად. საკმაოდ რთული ობიექტი იყო, იმიტომ ალბათ ხედავთ, რომ ძალიან მაღალი არის, 20 მეტრიანი არის, 20 მეტრია სიმაღლე მიწის დონიდან. მონტაჟი იყო რთული, ამ სიმაღლეზე დიდი კოჭები არის, ხედავთ, მალის ნაშენები, საკმარისად ძიმეტონიანები და ჩვენი ტექნოლოგიები და ჩვენი ტექნიკით ჩვენ შევძელით ამის აი ეს დასრულება, როგორც ეს გამოიყო.